გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. ეს კი ჩემი ახალი მანქანაა, რომელიც YouTube-მა მაჩუქა. Dodge Challenger Artis Catpack 392, Shaker, Wide Body, Verva, Hemi, 6 და 4, 485 ცხენის ძალით. Cinematic Orange. ყველა მიცის რომ ქართული YouTube-ის მონეტიზაცია ძალიან ცოტა სტერს. ამ ბოლო დროს ცოტა გაიზარდა, მაგრამ მაინც ძალიან ცოტა არის. სხვა განვითარებულ ქვეყნებს თუ შევადარებთ. მაგრამ ეს ცოტა თი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე ჩემი dream car-ი შემეძინა. ამისათვის კი დამჭირდა სულ რაღაც 7 წელი და 367 ვიდეო. 367 ვიდეომ რაც დამიწერა მონეტიზაციით, მხოლოდ მონეტიზაციით, მაგით ვიყიდე ჩემი ოცნების მანქანა. სულ ახსე 374 ვიდეო მიდევს, მაგრამ აქედან 6 შორტსია. ეს არის მაგალითი იმისთვის, რომ როცა გაუჩერებლად შრომობ, შედეგი აუცილებლად დადგება ბოლოს. თავარი ამ პროცესში არ დანებდე. 2018 წელს, როცა full-time YouTuber-ობა დავიწყე, ერთი თვის შრომის შემდეგ მონეტიზაციამ დამიწერა $1. მეორე თვის full-time YouTuber-ობის შემდეგ მონეტიზაციამ დამიწერა $6. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ეს იყო 500%-იანი ზრდა. 500%-იანი ზრდა კი ბიზნესში მაგარია. კარგად რომ გაიგოთ. იმიტომ ვამბობ, რომ ეს მანქანა YouTube-მა მაჩუქა, რადგან ღირებულების 100% გადახდილია YouTube-ის მონეტიზაციისგან. არა სპონსორებისგან მიღებული თანხით, არამედ მხოლოდ იმით ვიდეოზე რომ აგდებს რეკლამას და 5 წამში რომ თიშავთ ხოლმე. აი ახლა ამოაგდებს. შესაბამისად, მთელი ჩემი YouTuber-ობის მანძილზე, ვისაც კი ერთი ნახვა მაინც მოგიმატებიათ ჩემს არხზე, თქვენი უდიდესი წვლილია ამ ყველაფერში. ხოლო ვისაც გამოწერილი გაქვთ ჩემი არხი, ალაიქებდით ვიდეოებს და აზიარებდით, თქვენი უდიდესი დამსახურებაა. შეიძლება თქვენი წვლილი იყოს, რომ სკამიდევს მანქანაში ან 1-2 ცხენი მაინც. ერთ საინტერესო რაღაცას გეტყვით ახლა კიდე, რაც დიდი ალბათობით არ გეცოდინებთ. თქვენ რომ ხედავთ რეკლამას YouTube ვიდეოზე, რომელიც უნდა დასკიბოთ 5 წამში. მაგ კონკრეტულ ერთ ჩვენებაში კომპანიამ რა თანხაც გადაიხადა, მაგის 68% ერთხება ხოლმე YouTubers. 32% კი YouTube-ის პლატფორმას მიაქვს თვითონ. ამიტომ ისიც სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩემი ოცნების მანქანა იმ კომპანიებმა მიყიდეს, რომელთაც ჩემს YouTube არხზე არასოდეს გაუკეთებიათ რეკლამა და ზოგადად YouTube-ზე გუსთავდნენ. ამიტომ მადლობა მათაც. ზოგადად კარგი იქნება თუ YouTuber-ებს დაასპონსორებთ, რადგან ეს სფერო განვითარების ტემპს კიდევ უფრო იმატებს და იმატებს. რაც დრო გადის. ახლა გადავიდით უშუალოდ მანქანაზე. ეს არის მანქანა, რომელიც ყველაზე მეტად მევასება. ზოგადად ამერიკული კუნთები სულ მევასებოდა, მაგრამ Dodge მაინც განსაკუთრებით. ბავშვობაში რომ Forza-ს უყურებდი და Toretto-ს Dodge-ს რაღაც ედგა ცხვირზე. სულ მინდოდა რომ გავიზრდებოდი ჩემ მანქანასაც ქონოდა ეგეთი, თუმცა არ ვიცოდი რა დანიშნულება ქონდა და ვიცოდი რომ უბრალოდ მაგარი იყო. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემს მანქანასაც აქვს. Dodge Challenger-ს ქონდა 3 თაობა სულ. თავიდან გამოვიდა 1970 წელს, 1974 წლამდე გამოდიოდა, შემდეგ 1978, 1983 წლებში გამოდიოდა, შემდეგ კი ეს ბოლო რესტაილინგი გამოვიდა 2008 წელს და 2003 წელს შეწყდა. 2015-ში ქონდა კიდე რესტაილინგი. Dodge-ის თავარი მუღამია ძალა, სისწრაფე, სტილი, სიხისტე, მამაკაცურობა და ეს ყველაფერი თითქოს ჩემს ხასიათს ძალიან ერგება. მეც მაგარი მამაკაცური ვარ. Challenger-ი ზოგადად ესე შორიდან შეხედვით მომწონდა, მაგრამ შემდეგ რომ უფრო დავაკვირდი, აღმოვაჩინე ისეთი მარკეტინგული გენიოსობები, რაც ამ ბრენდს ახასიათებს, რაც კიდე უფრო მეტად მომეწონა და აღმაფრთოვანა. მარკეტინგული რაღაცები კიდე ჩემი ცხოვრების თანმხლები ნაწილია, რადგან ყოველ ვიდეოზე მარკეტინგული სამუშაოების ჩატარება გვიწევს YouTuber-ებს ზოგადად, thumbnail-ის მოფიქრება იქნება, ვიდეოს აწყობის სტრუქტურა თუ ბრენდის ინტეგრაცია და კიდე ბევრი რაღაც. რა არის ერთ-ერთი მთავარი მარკეტინგული გენიოსობა? Dodge Challenger-ის კომპლექტაციები განსხვავდება ძრავის სიძლიერით და ცხენების სიდიდით, ასე ვთქვათ. ვიზუალზე თითქმის ყველა ერთნაირია. არის SXT, GT, RT, Hellcat, Hellcat Red Eye, Demon და Demon 170. ამ მანქანების ბიუჯეტი მეყრობს დაახლოებით $35,000-დან $100,000-მდე. აქ მარკეტინგული გენიოსობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მანქანები ვიზუალზე გარედან ერთმანეთს ძალიან გავს. განსხვავება არის მხოლოდ ძირითადად სტიკერი, რომელიც გვერდიდან აქვს მანქანას.
თორე ძრავსაფარი და ეგეთი რაღაცებიც არის წვრილმანი განსხვავებები, მაგრამ ყველანაირ კომპლექტაციაზე შეგიძლია დააყენო. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ როცა Dodge Challenger-ს ქუჩაში ხედავთ, არ იცით რამდენად ძლიერი ძრავი დევს შიგნით, იმიტომ რომ ვიზუალზე და სალონზე ყველა ერთნაირია თითქმის. თავიდან ეს გამიკვირდა, რადგან მაგალითად $100,000 მანქანა, რატომ გადაწყვიტეს რომ ასე იდეალურად გავდეს და ყველა ნაწილი ერგებოდეს დაუშვათ $35,000 მანქანას. ძრავის სიდიდე იზრდება კომპლექტაციების მიხედვით. ყველაზე დაბალი ძრავი ასე ვთქვათ არის 3 და 6-იანი, შემდეგ არის 5 და 7, 6 და 4 და უკვე Hellcat-დან არის 6 და 2 პლუს სუპერჩარჯერით. ჩემი კონკრეტული მანქანა არის 6 და 4. კიდევ ერთი მარკეტინგული გენიოსობა რაც Dodge-ის ახასიათებს, ეს არის ყველაზე მაღალ კომპლექტაციას Dodge Challenger Demon 170-ს, როდესაც იყიდით, $1 მოყვება დამატებით ბევრი რაღაც. მაგალითად, თუ გინდათ რომ თოლის გვერდით იყოს კიდევ ერთი სკამი, მაგაში უნდა გადაიხადოთ $1. კიდე არის ეგრე 10-მდე რაღაც, რომელშიც $1 სიხდი და მანქანას მოყვება. სხვათა შორის არის კიდე High Performance Driving School-ის 5 ვარჯიშიანი აბონემენტი $1. ეს $1-იანი ამბავი გააკეთეს იმის გამო, რომ Dodge Challenger Demon 170 იმდენად ძლიერია, რომ რეგულაციების მიხედვით ეგეთი ძლიერი ქართული მანქანის გაყიდვა არ შეიძლებოდა. ამიტომ ამ $1-იან რაღაცებს კიდე რომ მივყენებ, შემდეგ ამჟღავნებს თავის მთლიან პერფორმანსს. და ეს არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქართულად წარმოებული მანქანა, რომელიც 0-დან 100 კილომეტრს არ ვითარებს 1.6 წამში. რაც არის Tesla-ზე და ყველა ელექტრომანქანაზე უკეთესი შედეგი. ასევე ისეთ მანქანებზე უკეთესი შედეგიც, რომლებიც მაგალითად $2-3 მილიონი დოლარებს. თუმცა ეს პერფორმანსი რომ Demon-მა დადოს, მაგისთვის აუცილებელია ის $1-იანი რაღაცები ყველაფერი მიუყენო და პლუს კიდე სპეციალური ასფალტია საჭირო, რომელსაც დრაგზე იყენებენ. ესე ქუჩაში მაგას ვერ გაიმეორებს მაგ შედეგს. პლუს შესაბამისი საბურავები და საწვავი. ჩემი მანქანა არის RT Skatpack 392 wide body shaker-ი ქართულად. Yo, I never fucked Wayne, I never fucked Drake. ეს არის ერთ-ერთი უიშვიათესი კომპლექტაცია, რომელიც დიდი ალბათობით საქართველოში მეორე არ არის და მსოფლიოში სულ რამდენიმე ასეული იქნა ნაწარმოები. ქართულად wide body shaker-ის წარმოება დაიწყო 2021 წელს და 2023 წელს საერთოდ Challenger-ის წარმოება შეწყდა. 2023-დან მოყოლებული უკვე Dodge Charger-ი უკვე ელექტროვერსია გამოდის და Dodge-მა შეიძლება ითქვას კიდევ დიდხანს გაძლო გლობალური დათბობის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში, ასე ვთქვათ, ამდენი წელი რომ მაინც ამ ხალხძრავიან მანქანებს უშვებდნენ. ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა უკვე დღეიდან Challenger-ი აღარ იქნება და Dodge-ის იგივე სერიის წარმოება გადავა ელექტროზე. რატომ არის ნომერი Busca? ერთ-ერთ ჩემს ძველ ვიდეოში მოვყევი იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვობაში მყავდა ხარი, რომელსაც ერქვა Busca და მე მყავდა ხარი, დაახლოებით 1 ტონიანი ხარი. ეს ხარი იყო ჩემი მეგობარი. სახელი ერქვა Busca. თან ამ ჩემს ხარს ჰქონდა სულ რაღაცნაირად ცრემლიანი თვალები, თან უზარმაზარი იყო, დიდი ყავისფერი ხარი იყო და ძალიან მიყვარდა ეს ხარი. და მთელი დღე ველოდებოდი ხოლმე Busca, როდის მოვიდა საბალახოდან, რომ შემდეგ ერთად გავგვესეირდე. ეს ძალიან სენტიმენტალური ამბავი აღმოჩნდა ჩემი გამოწერებისთვის და ბევრი საშუალება მივიღე ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, ნახატი, რომელიც ჩემს ბექგრაუნდ კედელზე არის, ბევრი პირადი მესიჯი მივიღე ამასთან დაკავშირებით, რომ რა მაგარია, რომ ეგეთი ამბავი და ისტორია მაქვს და ჩემი რაღაც ხარი, რომელიც მე მახსოვს მარტო ბევრ ადამიანს შეუყვარდა რაღაცნაირად. ამიტომ გადავწყვიტე, რომ მანქანას როდესაც ვიყიდი, დამერქვა Busca. თან ეს მანქანა ჩემთვის ხარს გავს. მის მაღალი კომპლექტაციები კი Hellcat-ია და ჯოჯოხეთის კატა და Demon-ი და რაღაცეები, მაგრამ ჩემთვის ხარია რა. ჯოჯოხეთის ხარი არ არის, ჩვეულებრივი კეთილი ხარი. I don't ever slow up, no I don't take shit. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up. თავიდან რადგან მინდოდა რომ ყოლდა ფლექსი მანქანა და მე ამაყა ჩემი მანქანი და ყოფილიყო ჩემი dream car-ი, მინდოდა მანქანას ჰქონდა $100,000 ნომერი. თავიდან ვფიქრობდი ჩემი სახელი დამეწერა, როგორც ჩემს YouTube-ს ქვია, მაგრამ დიდად არ მომეწონა ეგ ვერსია და გადავწყვიტე დამერქვა მანქანის სახელი თვითონ. შემდეგ ბოლო მომენტში ეგეც გადავიფიქრე და $100,000 ნომრის მაგივრად 200,000 განაწერზე 200,000 specials დავდებ სხვა ვიდეოს, რომელშიც იქ გეტყვით რატო გადავიფიქრე ბოლოს ეგ ყველაფერი. როგორ ვიყიდე მანქანა? ჩემმა მეგობარმა მირჩია, მივსულიყავი Lion Auto-ში და იქ დამეხმარებოდნენ და შევიძენდი ისეთ მანქანას, როგორც მინდოდა. მართლაც, როდესაც აუხსენი Lion-ის წარმომადგენლებს როგორი მანქანა მინდოდა, იპოვნეს მანქანა, რომელიც 3 საათში გამოდიოდა აუქციონზე. 3 საათში გამოსული ავტომობილი ვიყიდეთ პირველივე სტაზე, აი უკვე
ეს არის ის მანქანა, რაც ლაიონის ბიჭებმა 3 საათში მაგიდინეს, როდესაც ჩემი სრულის შესახებ გაიგეს. და ეს იყო სუპერ კომფორტული სერვისი, რაც კი ცხოვრებაში მიმიყია. განსაკუთრებით ეს ყველაფერი ცოდნის დამსახურებაა, მოვიკითხავ აქედან ცოდნე ყოჩახა. ლაიონმა ახლა ჩაუშვა ძალიან მაგარი შეთავაზება თავისი მომხმარებლებისთვის. თუ მანქანის ყიდვა გინდა და გააქვს ღირებულების მხოლოდ 40%, შეგიძლია მაინც იყიდო მანქანა და როცა უკვე ჩამოგივა და პორტიდან გაყვანის მომენტი დადგება, დანარჩენი 60% მაშინ გადაიხადო და დამატებით არანაირი საკომისიო არ დაემატება. ამიტომ თუ ვინც მანქანის ყიდვას აპირებთ, შეგიძლიათ ეგ ფაქტორი გაითვალისწინოთ, ვისაც გჭირდებათ. ასევე თბილისიდან 15 წუთის ხალხზე არსებობს წეროვანის ავტოსადგომი, სადაც ამერიკიდან ჩამოყვანილი ავტომანქანები დგას. ლაიონის ოფიციალური პარტნიორი არის IAA. წეროვანის ავტოსადგომზე არის მანქანები, როგორებიც არის პირდაპირ ამერიკაში. ეს მანქანები შემოწმებულია ქართველი და ამერიკელი ექსპერტების მიერ. წეროვანის ავტოსადგომის დანიშნულება არის ენერგიის, დროის და ფინანსების დაზოგვა. მინდა რომ გავაკეთო TikTok ედიტების გათამაშება. თუ გააკეთებთ TikTok ვიდეოს ბუსკას და Lion Autos ჰეშტეგით, რომელიც იქნება ჩემი მანქანის ედიტი, მანქანებზე უამრავი TikTok ტრენდია და სულ ერთია რომელსაც გააკეთებთ. შემდეგ მე ამ ვიდეოებს დავარიაქტებ YouTube ვიდეოში, მთელ ვიდეოს გადავიღებ მაგაზე, თუ ბევრი ვიდეო გამოვიდა, რომელსაც გააკეთებთ, შეიძლება არაერთი ვიდეო გადავიღო, 2-3, სამ ყველაზე კრეატიულ და მაგარ ედიტს გავამარჯვებინებ და თვითონ მოიგებს 500 ლარს. ამიტომ გააკეთეთ ედიტები და მე მეც გადავიღებ YouTube ვიდეოს. ვიზუალურად რომ დავათვალიეროთ, არ ვიცი, რა გითხრათ, უბრალოდ მე ვასება როგორც არის. აქ ამოჭრილი ფარები აქვს, ამას ქვია შეიკერი. ძალიან მომწონს. მანქანაში ტარების დროს სულ ჩანს და ძალიან ისეთი ბრუტალური მაგარი ეფექტი აქვს. კიდე მე რადგან ბავშვობიდან კარგაი არ ყოფილა, არამ ბოლო 2 წელია რაც დავინტერესდი და შემეყვარდა მანქანები. ძალიან უცნაური რაღაცები მომწონს ალბათ სხვა ადამიანებთან შედარებით. მაგალითად, მაგარად მე ვასება მანქანას, რომ აქვს ფართებორბლები. სულ წარმომედგინა, რომ მანქანა რომელიც მეყოლებოდა, იქნებოდა ფართებორბლები. ძალიან მომწონდა, როცა ფილმებში რაღაცებს ვხედავდი მანქანებს, რომელსაც არ აქვს ჩარჩო კარზე. მაგრამ ეს ყველაფერი, რასაც ახლა გეუბნებით, არ გამითვლია საერთოდ, რომ მანქანას როცა ვიყიდიდი, ეგეთი პატარ-პატარა წვრილმანები კიდე ბევრი არის, ეგენი რომ ქონოდა. უბრალოდ გონია, რომ ყველაფერში გამიმართლა ისე, რომ ეგ ჩემი მოწონებები და ისეთი რაღაცები, რაც მანქანებში მომწონდა, ამ ჩემ მანქანას ყველაფერი აღმოაჩნდა. შიგნითაც თვითონ, როცა ზიხარ, დიდი კაცის მანქანა, დიდი სივრცეა, დიდი ადგილია და რაღაცა ისეთია. ძალიან კომფორტულია. მანქანაში არის ძალიან დიდი სივრცე, რაც მე ძალიან მომწონს. უკანაც მიუხედავად იმისა, რომ კუპია, სხვა მანქანებთან შედარებით, რომელიც იგივე სეგმენტში გადის და ისინიც კუპეები არიან, იმათთან შედარებით დიდი სივრცეა. სამი ადამიანით ჩვეულებრივად ჩაჯდება პროგრამი. აქ ინტერიერზე არ ვიცი ბევრი რა გითხრათ. მე შეიძლება რომელიმე ისეთი იუთუბერთან, რომელიც მანქანებში ბევრად უკეთ ერკვევა ჩემთან შედარებით, იმათთან ერთად რაღაცები გადავიღო და იმათთან ერთად კიდევ უფრო მეტ საინტერესო რომელს გეტყვით. ამანქანას აქვს 485 ცხენი და საინტერესო იქნება გატესტვა, მაგალითად 0-ას რამდენ ხანში განავითარებს, ან 402 მეტრს. და თუ ამ ვიდეოს აიყვანთ 10,000 ლაიქზე, შემდეგ ვიდეოში მოვიწვევ რომელიმე ქართველ იუთუბერს და ერთად გავტესტავთ ამ მანქანის ძალებს. ადრე ვამბობდი, რომ იუთუბერებს უნდა ყავდეთ თავისი dream car მანქანები. მიხარია, რომ ახლა ეგ ერა იწყება. ვიცი კიდე სხვა ქართველი იუთუბერებიც ყიდულობენ თავის მანქანას და ისინიც მალე გადაიღებენ ვიდეოებს. და მე ვივლით ერთად. მადლობა კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს და იცოდეთ, რომ პრობლემები ცხოვრებაში იმიტომ არსებობს, რომ ის რაც გინდათ, სამყარო დარწმუნდეს მართლა გინდათ თუ არა ეგ რაღაცა. აირჩიეთ ცხოვრებაში ისეთი მიზნები, რომლის ერთგულებასაც შეძლებთ. ჩემთვის ესე პირდაპირ მანქანის ყიდვა მიზანი არასოდეს ყოფილა. ჩემი მიზანი იყო ყოფილიყავი ძალიან მაგარი იუთუბერი. ძალიან მაგარი იუთუბერს კი ძალიან მაგარი მანქანა უნდა ყავდეს.